გამარჯობა ჩემო საყვარელო გამომწერებო. ამ ვიდეოში ვაგრძელებ საუბარს სიტყვა ხენთან დაკავშირებულ იდიომებზე. ვიდრე უშუალოდ იდიომებზე გადავალ, კიდევ ერთხელ გთხოვთ. ნუ დაიზარებთ, მოიწონეთ ვიდეო და ვისაც ჯერ კიდევ არ გამოგიწერიათ ჩემი არხი, გთხოვთ გამოიწერეთ ჩემი არხი. ამით ხომ მე ძალიან დამეხმარებით. დიდი მადლობა. მას ასე გავაგრძელოთ იდიომები სიტყვა handთან დაკავშირებით. Hand it to someone. ამ იდიომის ქართული მნიშვნელობაა შექება. მაგალითად, I hand it to you. უნდა შეგაქო. Hand it to her. ის ნამდვილად დასაფასებელია. 22 იდიომა. Wash your hands off it. ამ იდიომის ქართული მნიშვნელობაა პასუხისმგებლობაზე უარის თქმა. 23 იდიომა. Give a hand. ამ იდიომის ქართული მნიშვნელობაა დახმარება, ხელის წაშველება. 24 იდიომა. Have your hand full. ამ იდიომის ქართული მნიშვნელობაა ძალიან დაკავებული. 25 იდიომა. Get your hands dirty. ამ იდიომის ქართული მნიშვნელობაა ძიმე საქმის გაკეთება. ძიმედ შრომა. 26 იდიომა. Hand over fist. ამ იდიომის ქართული მნიშვნელობაა ძალიან სწრაფად. ბევრად. 27 იდიომა. Have a hand in the cookie jar. ამ იდიომის ქართული მნიშვნელობაა ფარულად ცუდის გაკეთება. ჩუმჩუმად რაღაცის მოქმედება. 28 იდიომა. Keep your hands busy. ამ იდიომის ქართული მნიშვნელობაა დაკავებული ყოფნა, დაკავებული რომ იყო. მაგალითად, მე საქმით ვარ დაკავებული. ეს იდიომის გამოყენებით იქნება ასე. I keep my hands busy with work. 29 იდიომა. არ არის hand-ის გამოყენებით, თუმცა გამოიყენება წერა-თითი. გვახსოვს ინგლისურად როგორ არის წერა-თითი? Be all thumbs. ნიშნავს ქართულად უხერხებელს. 30 იდიომა. Have a hand in. ამ იდიომის ქართული მნიშვნელობაა მონაწილეობა. რაღაცაში რომ მიიღო მონაწილეობა, ვთქვათ, პროექტში მიიღო მონაწილეობა. 31 იდიომა. Hand it to the judge. ამ იდიომის ქართული მნიშვნელობაა გადაწყვეტილების სხვაზე გადაცემა. სხვას რომ გადააბრალო რამე. 32 იდიომა. Play into someone's hand. ამ იდიომის ქართული მნიშვნელობაა უნებლიეთ დახმარება. 33 იდიომა. Be quick-handed. ამ იდიომის ქართული მნიშვნელობაა იყო სწრაფი, იყო მოხერხებული. 34 იდიომა. Have a hands like feet. ქართულად ნიშნავს ძალიან მოუხერხებელს. რომ ვერ ახერხებს ვერაფერს ისეთ ადამიანს. 35 იდიომა. Take matters into your own hands. ამ იდიომის ქართული მნიშვნელობაა თავად გადაწყვეტა. თვითონ გადაწყვიტო რაიმე. 36 იდიომა. Have your hands in everything. ამ იდიომის ქართული მნიშვნელობაა
ყველაფერში ჩარეული. ადამიანი, ვინც ყველაფერში ერევა. 37 იდიომა. Be caught red-handed. ამ იდიომის ქართული მნიშვნელობაა ფაქტზე დაჭერა. 38 იდიომა. Wash your hands clean. ამ იდიომის ქართული მნიშვნელობაა პასუხისმგებლობის მოხსნა. 39 იდიომა. Be handing with. ამ იდიომის ქართული მნიშვნელობაა მჭიდრო თანამშრომლობა. და ამ ვიდეოსთვის ბოლო იდიომა, მე-40 იდიომა have clean hands. ამ იდიომის ქართული მნიშვნელობაა უდანაშაულო. რაღაც საქმეში უდანაშაულო რომ ხარ, ან არის ვინმე და სუფთაო ქართულად ვიცით ხოლმე ასეთი თქმაც. მოდით ახლა დავამთავრებ ვიდეოს ჩაწერას. შემდეგ ვიდეოში გავაგრძელებ სიტყვა handთან დაკავშირებულ იდიომებს. მანამდე ამ ვიდეოში ახსნილი ყველა იდიომა დაიმახსოვრეთ და ერთ პატარა საიდუმლოს გეტყვით. თქვენ თვითონ შეადგინეთ წინადადებები და უკეთ დაიმახსოვრებთ ამ იდიომებს. წარმატებებს გისურვებთ. ხო, მართლა, თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დაალაიქეთ. მაგრამ თუ არ მოგეწონათ, მაინც დაალაიქეთ, არა უშავს. ამით ხომ მე დამეხმარებით. დიდი მადლობა, მიყვარხართ.